მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. ძალიან დიდ პატივს ვცემ თქვენს გაზეთს, თქვენს ჟურნალისტიკას, თქვენს აზროვნებას, ნამდვილად არის სიღრმისეული ანალიზი თქვენს გაზეთში ყოველთვის და სრულად დაგეთანხმებით, რომ რუსულ ენაზე უნდა იყოს საქართველოში გაზეთი, რადგან და სხვა ენაზედაც მე არა მარტო რუსულ ენაზე, იმიტომ რომ საქართველო გადადის მრავალვექტორულ საგარეო პოლიტიკაზე და როდესაც ასეთი კურსი აქვს ქვეყანას აღებული პოლიტიკური კურსი, ამ კურსს უნდა მოჰყვეს ქმედითი ნაბიჯები, ანუ ეს უნდა გამოიხატებოდეს ყველა ეს იქნება ჟურნალისტიკა, მედია, პოლიტიკა, სამოქალაქო სექტორი, საზოგადოება თუ ასე შემდეგ. დავიწყოთ. პირველი რაც თქვენი დღევანდელი თემა, ჩვენი შეხვედრის თემა ეს არის საქართველოს და დასავლეთის თანამედროვე პოლიტიკა და ურთიერთობები, რომელიც არის ფაქტობრივად დღეს გარკვეულწილად კრიზისული, თუმცა მე ვერ ვიტყვი რომ კრიზისულია სახელმწიფოსთვის, ჩვენი სახელმწიფოსთვის კრიზისულია ზოგადად გარედან აღიქმება ესე, თორემ პირადად ჩემი დამოკიდებულება არის რომ ეს არის ის სწორი გზა, რაზედაც უნდა საქართველოს მანამდეც დამდგარიყო, თუმცა ჩვენ არ გქონდა ამის შესაძლებლობები, არ გქონდა ამის სიტუაცია 90-იანი წლების შემდეგ, როდესაც საქართველოს მიიღო დამოუკიდებლობა, როდესაც საქართველოს ჰქონდა შიდა კონფლიქტები, ამ შიდა კონფლიქტებში ჩარეული იყო მესამე ძალა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ქართულმა ხალხმა და ეს იყო ხალხის გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა პოლიტიკოსების მიერ შეთავაზებული, აირჩია დასავლეთის კურსი, იმიტომ რომ არჩევანი იყო მხოლოდ და მხოლოდ ორ გზას შორის. აქედან გამომდინარე ხალხის მოლოდინები იყო ის, რომ ისინი იღებდნენ, მაშინ მე ძალიან ახალგაზრდა ვიყავი სტუდენტი, რომ საქართველოს მიიღებდა უკეთეს სიტუაციას, უკეთეს მომავალს, მოდით ვთქვათ სიმართლე, დემოკრატია ნამდვილად არის ღირებული მართლობა, ოღონდ ეს ის დემოკრატია, რომელიც ფურცელზე არის დაწერილი და არადარისთვისაც შეიქმნა დასავლეთი ღირებულებები, დასავლური ღირებულებები, ევროკავშირი, ზოგადად მისი ფუნდამენტი რაც იყო, მაგრამ არა ის, რასაც დღეს უყურებთ. დღევანდელი დასავლეთი ჩემთვის პირადად არის გაწმილება იმ მოლოდინების, რასაც მე მაშინ, როდესაც ახალგაზრდა და სტუდენტი, სიამოვნებით და სიხარულით შევხვდი 90-იან წლებში, მეც მინდოდა საქართველოს ყოფილიყო დასავლური ღირებულებების ქვეყანა, ოღონდ არა მხოლოდ დასავლური ღირებულებების, ოღონდ ის დასავლური ღირებულებები იმ 30 წლის წინ სულ სხვა იყო, დღეს სულ სხვა არის. მე არ მინდოდა თავს მოხვეული პოლიტიკა, სხვა ქვეყნის პოლიტიკა, იმიტომ რომ მე ვთვლი, მე გავიზარდე ძალიან ტრადიციულ ოჯახში, ძალიან ტრადიციულ ქალაქში, ქუთაისში, ჩემი სულისკვეთება, ჩემი მშობლების იყო ტრადიციები, იყო ეროვნული ღირებულებები, მე გავიზარდე თავიდან ბოლომდე, ბავშვობიდან დღემდეც მომყვება ის სულისკვეთება, რასაც ჩემი წინაპრები მინერგავდნენ, რომ ჯერ უნდა ყოფილიყო ქართული სახელმწიფო და შემდეგ სხვა ყველაფერი. როდესაც მე მთხოვენ დღეს, რომ დავივიწყო ეს ქართული, რომ ხაზე გადავუსვა ჩემს ტრადიციებს, ღირებულებებს, ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, ვის მოსწონს ეს და ვის არა. მთავარია ის ჩემთვის არის ღირებული, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქისთვის, როგორც ქართველისთვის და ამიტომ მივიღებ მხოლოდ და მხოლოდ ისეთ სიახლეს, რომელიც სინთეზირებული იქნება ჩემს ღირებულებებთან, რომელიც იქნება თავსებადი ჩემს ეროვნულ ღირებულებებთან. მე გახლავართ დემოგრაფიც და როდესაც ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში დებატებში ვიყავი ნაცმოძრაობასთან და მათ ესეთი სიტყვა თქვეს, თამარ ჩერგოლეშვილს ეკუთვნის პირადად ეს სიტყვები, რომ მე ვთქვი, რომ თუ ეს იყო 14 წლის წინ, რომ თუ კი საქართველოს არ დაიწყო დემოგრაფიულ პოლიტიკაზე მუშაობა დავიწყეთ. მე ვიყავი ერთ-ერთი ავტორი და მაშინ ვთქვი, რომ თუ კი არ დავიწყეთ ქართული გენი გადაშენდება და გაერომ შეგვიყვანა მომაკვდავი ერების სიაში მეთქი და პასუხი იყო ძალიან მარტივი. მე რა, საქართველოს ხომ იქნება როგორც ქვეყანა, რა მნიშვნელობა აქვს ვინ იცხოვრებს ამ ტერიტორიაზე. აი ესეთი იდეოლოგია აქვთ მათ და ამ იდეოლოგიას გვთავაზობენ დღეს. მათი ეგრეთ წოდებული პატრონები უცხოეთიდან, რაც ჩემთვის პირადად კატეგორიულად მიუღებელია. ჩემთვის მისაღებია ისეთი დასავლეთი და მე ძალიან
ახლო ურთიერთობები მაქვს დასავლეთთან. ჩემი სამეცნიერო ნაშრომი და ჩემი ხელმძღვანელი ჩემს გვერდით არის ქალბატონი თამარი. იცის რომ ამერიკაში გავაკეთე, ევროპაში, ისრაელში, წამყვან უნივერსიტეტებში გავაკეთე სამეცნიერო კვლევები. ჩემთვის დასავლეთი არის მშობლიურივით, იმიტომ რომ მე მათთან მჭიდრო კავშირები მაქვს. მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა, მე რეალობას ვხედავ და ეს რეალობა დღეს ძალიან ცუდია ჩემთვის. ძალიან ცუდია. მე გული მტკივა, რომ ჩემი მოლოდინები, რომელიც მაშინ შევხვდი, შემდეგაც გაწმილდა და დღეს არ არის ის რეალობა, რა რეალობასაც პირადად მე ველოდი და არა მხოლოდ მე, ქართული საზოგადოება. აქედან გამომდინარე, ის თუ რა არის დღეს საქართველოს დასავლეთ შორის ურთიერთობები, უნდა იყოს ისეთი, როგორცაც აყალიბებს დღეს საქართველოს მისი საკუთარი პოლიტიკური დღესწესრიგიდან გამომდინარე. აი ეს არის ყველაზე მთავარი. საქართველოს უნდა ჰქონოდა საკუთარი პოლიტიკური დღესწესრიგი. საქართველოს არ ჰქონდა საკუთარი პოლიტიკური დღესწესრიგი დღემდე. ჩვენ ეს დავიწყეთ ბოლო 4 წელია. ამისთვის გადავიტანეთ პირადად მეც ძალიან დიდი შეურაცხყოფა, ძალიან დიდი ზეწოლა, ძალიან დიდი დევნა და არ ვიცი რა არ გადავიტანეთ, სერიოზული რეპრესიები, მაგრამ ჩვენ ამ ყველაფერს გავუძელით და საქართველოს გავიყვანეთ იმ საშინელი პერიოდიდან, როდესაც ქვეყანას ნამდვილად ემუქრებოდა გაქრობა, თუ კი საქართველოში ტყვია გავარდებოდა და თუ კი საქართველოს იმ საშინელ ომში ჩაერთვებოდა. აქედან გამომდინარე, მე ვთვლი, რომ დღეს საქართველოს დასავლეთთან აქვს ის ზომიერი და ის პრინციპული დამოკიდებულება და ურთიერთობა, რომელიც უნდა ჰქონოდა საქართველოს აქამდე, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ამ ურთიერთობებში, რა თქმა უნდა, ბევრი რამ დასამუშავებელია და მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ დასავლეთი რეალობას მიიღებს, რა რეალობაც დღეს არის, მსოფლიოს აქვს ახალი გეოპოლიტიკა, ახალი გეოპოლიტიკური დღესწესრიგი, ამ ახალ გეოპოლიტიკაში საქართველოს ეძებს და მკვიდრდება მის ადგილას, სადაც მისი სახელმწიფოებრიობა გამოჩნდება. აქედან გამომდინარე, დღეს აღარ არის ორპოლუსიანი სამყარო, ზოგისთვის ეს იყო ერთპოლუსიანი, მხოლოდ ამერიკა. მე ვთვლიდი მუდმივად, რომ ეს იყო ორპოლუსიანი, ამერიკა, საბჭოთა კავშირი, შემდეგ ამერიკა, რუსეთი. დღეს მრავალპოლუსიანი ხდება გლობალური პოლიტიკა და საქართველოს სწორად აირჩია საგარეო კურსი, მრავალვექტორული საგარეო პოლიტიკა. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოსთვის უმთავრესი იქნება სუვერენიტეტი და ვინც საქართველოს სუვერენიტეტს პატივსცემს, ვინც საქართველოს ეროვნულ ღირებულებებს მიიღებს ისე, როგორც ჩვენ გვინდა, ჩვენც მივიღებთ ისეთ პარტნიორს. აი ეს არის ჩემი მოსაზრება. ერთი საკითხია, აქ რამდენჯერმე იხსენა ბატონ ბიძინა ივანიშვილის სახელი ამ თემასთან დაკავშირებით და მინდა ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი გავიხსენო, რომელიც სულ მახსენდება განსაკუთრებით დღევანდელ დღეს ამ ახალ გეოპოლიტიკურ ვითარებაში და ამ რეალობაში. 2012 წლის შემოდგომა არის, როდესაც ოცნება მოვიდა ხელისუფლებაში და რამდენიმე თათბირი, რა თქმა უნდა, ბატონ ბიძინას ხელმძღვანელობით ტარდება ცენტრალურ ოფისში. მე მაშინ ერთ-ერთი თანამდებობა მეჭირა მართული გულის სტრატეგიული დაგეგმარების ხელმძღვანელი და ასე შემდეგ და მახსოვს ბატონი ბიძინას სიტყვები მაშინ. ეს იყო ის პერიოდი, როდესაც დასავლეთის იქეთ არავინ არაფერს არ საუბრობდა ქართულ პოლიტიკაში, მხოლოდ დასავლეთი, როდესაც 2011 წელს ბატონმა ბიძინამ გააკეთა განაცხადი პოლიტიკაში შემოსვლაზე და მაშინ მე ვიყავი ერთ-ერთი ეროვნული ფორუმის წევრი, ერთ-ერთი პარტიის წევრი ოპოზიციაში, სააკაშვილის ოპოზიციაში და ჩვენ გვეგონა რომ პირველი ჩვენ დაგვასახელებდა ეროვნულ ფორუმს, ბატონ რამას მე იქედან ვიცნობ, მართალებას არ მახსოვს, მაგრამ იქედან ხშირად ყოფილა ჩვენთან პარტიაში და იცით როგორი იყო, ყველაზე დიდი პარტია იყო ეროვნული ფორუმი, ყველაზე ესეთი ეროვნული იდეოლოგიის და ასე შემდეგ და რატომღაც დაასახელა რესპუბლიკელები, თავისუფალი დემოკრატები და პირველი მე რაც გავაკეთე მაშინ ბრიფინგიც მქონდა, ვთქვი რომ და მაშინ დამიწუნეს რომ ეს ღიად არ უნდა მეთქვა და ალბათ მართლებიც იყვნენ ტექნოლოგიურად, რომ ეს იყო ხრიკი, რომელიც მან გაითამაშა დასავლეთთან, იმიტომ რომ სხვანაირად მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილი იყო ცუნამი ქართულ პოლიტიკაში, რომელმაც ნამდვილად გადაუარა და აი ვერანაირად წინ ვერ დაუდგებოდნენ, თუმცა სერიოზულად ხელს შეუშლიდნენ, იმიტომ რომ კოლოსალური თანხები იყო მაშინ ქართულ პოლიტიკაში და დასავლეთიდან მილიარდები ისხმებოდა და აი ამ თანხას ვერ გადაიღობებოდა წინ, ამიტომ მან ძალიან კარგად მოატყუა, როდესაც წინ ფარად დაიყენა პროდასავლური პარტიები, მე ვიყავი შიგნით გუნჩი და მახსოვს სწორედ და აი ამ სიტყვებით დავასრულებ ბატონი ბიძინას სიტყვები 2012 წლის ახალი წელი უკვე მოვედით ხელისუფლებაში, ახალი წელი დგება
და შეხვედრა გვაქვს და მისი სიტყვები. იქ რამდენიმე ფრაზა იყო, რომ აი საქართველოს დასავლეთი შიგნით იყვნენ ისეთი წევრები, პოლიტიკური გუნდის წევრები, რომლებთვისაც დასავლეთი არ იყო ერთადერთი ფანჯარა და მათთვის ეს ეროვნული ის იფეთქავდა რა, ეს გულისცემა, პულსი და მაშინ თქვა ბატონმა ბიძინა. საქართველოს ოცნება ის პოლუსი სადაც უნდა გავიდეს საქართველოს, ეს არის მრავალვექტორული საგარეო პოლიტიკა. და ეს არის საქართველოსთვის ერთადერთი იდეალური გარანტია მშვიდობის, მომავლის და სტაბილურობის, მაგრამ აქამდე უნდა მივიდეთ და აქამდე უნდა მოხდეს გლობალური ცვლილებები. სხვანაირად საქართველო ვერ შეძლებს, მაგრამ ჩვენი გამარჯვება იქნება ის, ხო, და მაშინვე თქვა, ეს ცვლილებები იქნება გლობალურ ცვლილებებზე საუბარი. წარმოიდგინეთ, მეგობრებო, 15 წლის წინანდელ ამბავს. ის რაც დღეს ხდება, მაგაზე გვესაუბრა სწორედ 15 წლის წინ. ეს გლობალური რყევები და ცვლილებები იქნება, მაგრამ ჩვენი გამარჯვება იქნება ის, როდესაც სწორედ იმ ცვლილებებს ჩვენ სათავისოდ სასიკეთოდ გამოვიყენებთ და ამ შანსს არ დავკარგავთ. მაშინ მე არ ვიცი რამდენი დაუკვირდა ამ სიტყვებს იმ პოლიტიკური გუნდიდან, მაგრამ ეს სიტყვები მახსოვს და დღეს განსაკუთრებით ყოველდღიურად მახსენდება ამ პროცესებში, როდესაც მართლაც სწორედ მისი ტვინით, მისი აზროვნებით ამ გუნდით ხელისუფლებაზე საუბრობ, რომ აი ამ ეს შანსი საქართველოს არ დაკარგა და საუკეთესოდ გამოიყენა სათავისოდ. ჩვენ მქონდა ორი გზა, ერთი სრული განადგურების, თუ კი 4 წლის წინ ჩვენ გვეთრევდნენ ამ ომში და თუ კი ვინმეს ეჭვიეპარება, მე დანამდვილებით ვიცი თუ რას გვთავაზობდა ამერიკის ყოფილი ელჩი, კი არ გვთავაზობდა ოფიციალურად ითხოვდა ყოფილი პრემიერისგან, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილისგან, რომ ხელი მოეწერა ბრძანებას, რომ ომში ჩართულიყო საქართველო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ეს იყო საქართველოს სრული განადგურების გზა და იყო მეორე გზა ბრძოლის მშვიდობიანი ომის, მე ამას დავარქვი, ჩვენი მშვიდობიანი ომი, ჩვენ ტყუები არ გვესროლეს, თორე სხვა ყველაფერი გაგვიკეთეს, გაგვანადგურეს, აი როგორც შეიძლებოდა, თუმცა ჩვენ გადავრჩით და ქვეყანაც გადარჩა. აი ამ ქართულ საზოგადოებასთან, ქართული ხალხთან ერთად და ქართული ხალხი ყოველთვის ბრძენია. მან იცის, სად გადის ქვეყნის გადარჩენის იდეა და ამ იდეას ჩაეჭიდა ზუსტად ვეთანხმები ქალბატონ თამარს, რომ ბევრს არ მოწონს შეიძლება შიდა პოლიტიკაში რაღაც პრობლემებია, მაგრამ ის საგარეო კურსი, რაც საქართველოს აიღო და ის სამშვიდობო პოლიტიკა, რომელიც ზუსტად მრავალვექტორულ საგარეო პოლიტიკაზე გადის, ეს არის საქართველოს ხვალინდელი დღე და ეს არის ჩვენი სტაბილურობის ერთადერთი გარანტი.